ყველას დილამ შვიდობისა ჩემო ძვირფასებო. აბა როგორ ხართ, აბა როგორ გრძანდებით. დღეს არის ჩემი გოგოს დაბადების დღე, ჩემი სოფიას დაბადების დღე და მე ვარ ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ დაიბადა, იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში არის, იმიტომ რომ არის და ისეთია როგორიც არის და თან, ანუ აი დღესასწაულის გოგოა, ხო ხედავთ როგორია თვითონაც. დღესასწაულის გოგოა, ზამთრის გოგოა და რა ვიცი. ძალიან ძვირფასია ჩემთვის და ჩემ ცხოვრებაში, როცა შემოვიდა, იყო უკვე შემოდგომა და ნუ დღესასწაულის პერიოდები. ამიტომ რაღაცნაირად ჩემი პირადი საჩუქარია. ნუ ჩემიც მოდი ასე ვიტყვი. ხო. და დილიდან გავიძებ, მაგრამ ვარ ძალიან გახარებული, ვარ კარგ განწყობაზე, ევას უთხარიძე და სოფიას დაბადების დღე ამიტია თეთრი დათვიო. სოფიაზე და დაბადების დღე ეგრევე თეთრი დათვიო ევა. ხო და მოკლედ ასეთი ამბავი. დავიოთ ახლა გემრიელი პროფე და მოვიტანით მე ჩემს ამბებს. გუჯი მთელი საღამო არისო შუქი მეთქი წყალი. ხო და ახლა ყავას რო დავლე უნდა დავიბანო, იმიტომ რომ მეშინია კიდე არ დაწყვიტონ. მესამე დღე თავის დაბადა, მინდა და წყალი არ არის. ხო და დღესაც ვზე არ დავსჩენ. ამიტომ როგორც შევქნა ახლა უნდა დავიბანო თავი. ასე. აი ასეთი ამბავი. ოი. Salami mogle trzeba. Ale to ci potrzeba kupilewu. Moni nam salami odkła. Moni nam salami odkła. Wojme Monina. Nina, Monina. Wojme. Dedasi. Wojme. Გარეთ კიდე გასვლა? გარეთ გულუყას გარეთქას. აინტერესებს. თაკუდი ამოისვა. თაკუდი ამოიდასო მამა. ნინა. წავიდა დაზვერვაზე, აივნის დაზვერვაზე წავიდა, უნდა მოიაროს, ნახოს, დააყნოსოს, აბა რამე ხვა შეიცვალა გუში და ეს მე აი მაგ მოდი ცივა ხო ხედავ გაგანკარებ შემოდი ნახე რა მოიტან ფაინე ნეტა შენ დვარნიაშ გადაღლის ჩვევები არ აქონდეს რა თავი ბერლო გაგაიკეთა იქ და იქ შემოიტანა გარედან რაღაცა ჯოხი არა და იქ ძვალი იქ უდევს მაგრამ არა რაჭამ ნუ ჩაკაგას ხო არ შეიძლება ის ხო დეკორატიულია ვითომ, მაგრამ ნამდვილი ძაღლის ჩვევები აქვს, ნამდვილი ეს. Бонина. Нამდვილი ძაღლი ხარ, Бонина. დედასა ნამდვილი ძაღლი.
არ ვიცი ხა თქვენ გიყვართ თუ არა, რასაც მე ვაპირებ. არა მე მიყვარს ძალიან. აჩვენებთ ხა რა არის ეს. აღარ დამიქციო. ნახე. ძალიან მიყვარს ხალხნო, აი ეს. რა გათავდება? ნუტელა. ეს. აი ბებიაჩი მე ვაკეთებდა იმას. ჯემს. ან მაგალითად ყველიან ციციბურა მოვამზადე. ქვაფში. ეს ყოლა. არ ვიცი. კონცას ხარც ვარა. ეს არის შეუდარებელი რამე. ამიტომ წამოვიღოთ ის. მე ვხასკბილი. მინდა რა მეკბილი. სახეს ჩამოსიებული მქონდა გუში იმდენი ვიტირა. ოღონდ ყავს მაგადა. რა ხდება? მილკა აღარ მაქვს უკვე არაფერი. მე შოკოლადებს არ ვცვლი. ეს არის ბოლო. მენცალე. გუჩ. Milkari, ძალიან კაი ვინმე. ხალხო, რუსეთში მოხდა გონი ეგ. რუსეთს არ ვიცი, მაგრამ ანამ ზუსტად არ მახსოვს გვარი. მაგას მაგმა მოიკლა თავი. ვიდი უცნაური ამბავია, დაშორდნენ. განხორციელდნენ. და ამ გოგოს დაბადების დღეზე მოიკლა თავი. თავის ტელეფონზე ქავერის ფოტოთ ეყენა. ამ გოგოს ტელეფონის ნომერი რო იპოვეს და დაურეკეთ ანიას ეწერა. ამბობენ ორივე იყო აბიუზერი. ძალიან დიდი ბავშვობის ტრამვებით. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ როვე შეინარჩუნა, მე ესე დაიჭირა. მაგის დაბადების დღიდან რა მოიკლა თავი. ჩემი აზრით ეგ ქცევაც აბიუზერის ქცევა. არ გაგიშვებ. თუმცა მეორეს რო ყავენ ხოლმე მაგას შობს ნამდვილად. მაგრამ ვერ ხდები ხოლმე როგორ არ უნდა დააფასონ ადამიანებმა.
ღვთის ბოძებული ეს ერთი ძვირფასი სიცოცხლე. ამდენი ადამიანი ისე იბრძვის ყოველ დღე. თუნდაც ერთი დღე ტკივილიანი სიცოცხლისთვის. ამინდა თქვენი კომენტარი წავიკითხო. ძალიან მიყვარხარ, ძალიან კარგები ხართ. მოგიყვართ გუში რა მითხრა? ამექიმა ვისთანაც გადმომამისამართეს. So. სუპი მინდა გავაკეთო, რამდენიმე დღე მინდა ძალიან, აი ყველა სუპს რო ეძახიან, ხო ეს ჩოვლები. ეგ. რაც მაგას ჩასართავი მაქვს, სადაც მაგას ჩავხტო. სოფია საჩქარი ვიყიდე გუში. და ერთი სული მაქვს. საღამო მოვიდეს რომ წავიდე სოფიასთან. ხო და ეხლა მოგიყვებით ყველაფერს რა იყო, როგორ იყო და მე სუპი გავაკეთოთ. ბავშვები რომ მოვლენ სახლში, რომ საჭმელი იყოს. ხო და მოკლედ გუში მივედით მე და კოტი გავიყოლე, იმიტომ რომ ყოველთვის როცა ამით სუდი შეიძლება მითხრა, მირჩენია რომ მან მითხრას ვიდრე რაღაცას გაუცხა, იქ იმაჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო იცით რა ვიფიქრე, აი ისიც კი ვიფიქრე, რომ თუ მე ეს გზა უნდა გამევლო და უნდა მოვუყდარიყავი კიბოთი, მაშინ ანუ რა საჭირო იყო მთელი ეს გზა, რაც მე გავიარე, თუ იგივე გზა უნდა გამევლო, ეს წლებში მაგაიარა. მე ვიფიქრე, რომ ანუ ეგეთი რაღაცის წინ შევდგები ყველაზე ძვირფასი გრჩება მარტო და ყველაზე ძვირფასი რაც მაქვს არიან ჩემი საყვარელი ადამიანები, ყველა ვინც მიყვარს და ის კიდე რაც მე შეუქმენი ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ეს ჩემი შვილები. ანუ ყველაფერი უფერულდება რა, იმანც რო არ ყოფილხარ ადამიანი, არ იცი ეგ რა არის და მადლობა ღმერთს. ეხლა რატო ვფიქრობდი ესეთ ცუდს, რომ მე არსებობს წინ 1, წინ 2, წინ 3 და ეგენი მაგას ქვია კიბოს წინარე მდგომარეობა. როცა უჯრედები იწყებენ გადაგვარებას, მაგრამ ამ თითოეულის განვითარებას აქვს ეტაპები და ჭირდება თითოეულის განვითარებას 10 წლეულები. ანუ შეიძლება 10 წელი ადამიანს ქონდეს წინ 1 და მერე გადავიდეს წინ 2-ში. და მე საფხულის პერიოდში მითხრა წინ 1-დან წინ 2-ში გარდამავალი რა. და ანუ ეხლა მითხრა წინ 3. ანუ ესეთი სისწრაფით რაღაც კატასტროფა უნდა ხდებოდეს, რომ ესეთი სისწრაფით იყოს ცვლილება, ამიტომ ძალიან შეშინებული ვიყავით და რომ გამაგზავნა, ვისთანაც გამაგზავნა ეს ხო საშუალო ნუსხელის კიბოს მიმართულებით მუშაობს ეს ადამიანია და მითხრა რომ უფასო არისო რა და მე მეგონა მაგიტო გამაგზავნა რა და გავარკვიე ყველაფერი და მე დაურეკე, დაუთხარი რომ არ არის მეთქი უფასო, მე თქვენთან მოვალ ხო არაო, მასთან მიდიო, ანუ ხო რამდენი გოგო მიდის მასთან და ყოველდღიანი ჩვეულებრივი შემთხვევები რა და ამებს კუნავდა მე ჩათვალა რომ ვიყავი სხვა, ანუ გადასამისამართებელი მოკლედ. და ანუ ეს ყველაფერი რომ მივხვდი ამას ძალიან შემაშინა. მოკლედ გუშინ წავედით მე და კოტი. ევა დავუტოვეთ თორნიკეტთან ეს სადღაც წავიდეთ. ეგრეც ხომ ეს მომენტებში. და ესე იგი მივედით და
ანუ ეს ამ ქალმა მითხრა რომ ცოტა ხნის მერე გაიკეთე, გუშინ გაიკეთე და ცოტა ხარო, მაგრამ რომ უთხარით რა იყო ნათქვამი და ვაჩვენეთ დაწერილი, შეშფოთ და თვითონაც და კაიო მიდიო. და თვითონ იყო და კიდე 2 ექიმი იყო. სულ 3 იყვნენ და ამოიავით დიდხანს სინჯავდა ყველანაირად და მე ვერაფერს ვერ ხედავ აქ. ცუცუ. წინ ერთს ვიტყოდიო, მაქსიმუმ წინ 2-ს. ანუ წინ 1-დან წინ 2-შიო რა, მაქსიმუმ. მეც ვერა. даже თუ არ გინდა უკონირებასო, ნუ გაიკეთებო. კონიზაცია. კითხეს რა არის კონიზაცია? ანუ ნახეთ, საშუალოსნოს ყელზე ხდება ეგეთი რაღაცა, რომ ანუ უჯრედები არის გადაგვარი, იწყებს გადაგვარებას. და კონიზაცია ნიშნავს, რომ კონუსისებურად უნდა ამოჭრან აი ეგ ადგილი და მოაშორონ. და შეგიძლია არც გაიკეთო და დააგვერდეო. და თუ გინდა გაიკეთო, ღირს 519 ლარიო. მერია დააფინანსებსო გაკეთების მერე, ან უნდა შეიტანო და დააფინანსებსო. არ ვიცი ეგ დეტალები, მაგრამ სულაც რო არ დააფინანსოს, დავასებოდა ჩემკარგება, მოკლედ. მე ვთქვი რომ აუცილებლად გავიკეთებ, იმიტომ რომ არაფერში არ ვზოგავ ხოლმე რაღაცაში დავზოგო თქო თან ჩემი ამბავი რომ ვიცი არ ისე არ გამოვიდეს რომ რამე არ გამომეპაროს და ორჯერ უკვე მქონდა რომ ასე შემეშინდა და დანის პირზე გავიარე და რამე ცუდამდე არ მივიდეს, ამიტომ მეთქი აუცილებლად გავიკეთებ და 5 შაბათს ანუ ხვალ დამიბარეს უნდა მივიდე თერაპევტმა უნდა გნახოს, ალერგოლოგმა უნდა გნახოს, ანუ კოაგულოგრამა უნდა გააკეთდეს, სისხლის შედედება რამდენ ხანში ხდება, მე სინჯი მეთქი გაკეთებული მაქვს, მაგრამ არა, მაინც კიდე გაიკეთეო თან შედის საფასურშიო. მოკლედ ხვალ უნდა მივიდე, დამირეკავენ და მეტყვიან როდის, ანუ რომელ საათზე უნდა მივიდე. და მე შაბათს უკვე დაინიშნება 15 წუთიანი ოპერაცია, კეთდება ადგილობრივით და შენ ფეხი წახვალ სახში, ანუ ცოტა გექნება ისე ქაჩვა, ცოტა გექნება ტკივილი, ცოტა გექნება სისხლი, მაგრამ არაფერი არ არის. ხო, და პლუს რა თქმა უნდა გაივლის ეგ იმას, რომ ანუ როგორი უჯრედები, ანუ შემოწმებას რა თქმა უნდა, რომ ბოლომდე იცოდე და იყო დარწმუნებული ყველაფერში. და მითხრესო თუ ხალხი მოგროვდა, მაშინ შაბათს გაკეთდება, თუ ხალხი ვერ მოგროვდა, რადგან წინა საახალწლო პერიოდია, მაშინ ახალი წლის მერეო. მეთქი ოკეი. მე მირჩევნია რომ ეს გავიკეთო მოვიშორო და ვიყო მშვიდად. ხო, მე აი გეგონება სიცოცხლეში დააბრუნესო, მე უკვე მზად ვიყავ რაღაც ძალიან ცუდისთვის და მეთქი გოდის ვთქვა, მეთქი წავიდე, ხა მეთქი ვიცი რაც უნდა მღერო სოფიას და ხვალ მივიდიო მეთქი სოფიას საბადების დღეზე და ისა წავედით, ვუყიდეთ საჩუქარი, მე სახში მოვედი მივწერე სოფიას მეთქი გეგმები ხო არ შეეცვალე, არა გეგმები შეეცვალეო, იმედად ვფიქრობდი, შენ რას გეტყობდნენ ექიმები, სულ არ მახსოვდა დაბადების დღეო და მოკლედ დღეს აღამოს მივიდიარ ჩემს გოგოსთან, როგორც დავგეგმეთ ისე ღმერთო მადლობა, წყნარი მშვიდი გულით ავარნიშნავთ ჩემი გოგოს დაბადების დღეს და ვარ ძალიან ბედნიერი, ძალიან გახარებული და ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც გულთან მიიტანეთ. აი ჩემმა ირმა მითხრა, ხატის წინ ვიდექი და ვცდილობდიო როგორც ჩემი გოგოსთვის, ისე ჩემი ნიასთვის, ისე შენთვისო. ეს არის უძვირფასესი, აი ადამიანები არ აზიარებენ ასეთ მომენტებს, იმიტომ ძალიან სენსიტიური, იმიტომ ძალიან მტკივნეული, იმიტომ ძალიან ცუდად ხარ უნდა გაუმკლავდეს შენ თვითონ და მე რომ მოდის ვიღაცა ვინც ესეც შეიძლება უხარია ეს ამბავი ხო, ან ძალიან მტკივნეულია ხოლმე, მაგრამ მე მაგაზე აღარ ვფიქრობ, ანუ მე მაგ ადამიანებზე აღარ ვფიქრობ. რეალურად მე ვხედავ იმ ადამიანებს, ვისაც მე უყვარვარ და ვინც ჩემს ცხოვრებას, ჩემი ცხოვრების ნაწილს ჩემთან ერთად ცხოვრობენ და ამ ადამიანებისთვის ძალიან ძვირფასია, რომ მე ამას ვუზიარებ, ისე როგორც ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი და არ ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ხართ ასეთი SMS-ები, ანუ პირადი შეტყობინებები მომივიდა, ამდენი კომენტარი ყველას წავიკითხავ. ანუ ყველა წავიკითხე და არ დავაგულე, რომ მინდა ვიდეოს წავიკითხო. ძალიან მიყვარხართ და ძალიან ძვირფასები ხართ. ეხლა წავალ იმას გავაკეთებ, რა ქვია, სუპს და მე ეგ კომენტარები წავიკითხოთ. და თან უნდა გავიმზადო სოფიას დაბადების დღეზე წასასვლელად, როგორც იცით, 2 დღე წყალი არ მქონდა. ნუ როცა მე სახში ვიყავი, წყალი არ იყო. როცა მე არ ვიყავი, წყალი იყო და მე რომ მოვდიოდი, წყალი აღარ იყო. და იმ ტელეფონს ხომ უნდა ჩამოვწერო, რომ დამირეკონ. ეხლა გამახსენებთ თქვენ რომ გეუბნებოდეთ, რომ ზარი გავიგო. სუპი.
ესაც მე არ მიყვარს კიდად. არ ვიცი რატომ მინდა, აი ჩვეულებრივი ყუილი სუპი, ეგრეთ წოდებული. გამშობლებო როგორი წინასაღამო პერიოდი გაქვთ, ესე იგი სკოლებში, ბაღებში არის სეკრეტ სანტები, ზეიმები, მასწავლებლის საჩუქრები, თუ მუშაობ თანამშრომლებისთვის სეკრეტ სანტა და პლუს უნდა სახალხოთა ადამიანს ეყოს ერთ-ერთი ყველაზე გასავლიანი პერიოდია წინა სახალხო პერიოდი. არა? მაგრამ დაესულ ეგეთ ამბებში ქონოდეს გასავლები. სულ Bonani, that's a Bonani. Sami, what's a good over that? Bonani, that's Bonani. Mama, Mario, that chorny ferret, da 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 da. Sami, that's a lot of Polovi. I am very ship loving the Gavaketa. Consia road. Never found out. After the no, there's hope there's a bit to have a lovely street, street. Spójrz, że my widać albo. Cały tu chleba. Wina mocą suwa. Andrea. Toko. Ale se tłumacza do mochody.
ვნახოთ თუ მომზადდა. კი, კარტოფილი მზად არის და მაკარონი მზად არის. დღეს ნახე TikTok-ზე როგორ ამოწურე მაკარონის ძალბასე ამოიღო შეახეთქა ამას. და თუ გაჩერდება და არ ჩამოვარდება, ესე იგი მზად არის აქ მაკამა. გამოვცოთ. ყოველთვის წვანეს უკეთებ ბოლოს. რო არ ჩაიხარშოს და შემიაშუროს სიხასხასი. მე მყავს არის ხასხასი. ესე იგი მარტივი, უბრალოდ ჩვეულებრივი სუპი მინდოდა. ეხლა გიბჭამე უკვე კვერცხი შევიწვი. არ ვიცი საერთოდ თუ მინდო მე ეს იმიტომ არ მშია. მაგრამ ამით გავაკეთე. აი, ასე გამოიყურება. მე მიყვარს უფრო მეტი მაკარონით, ნაკლები კარტოფილით. და ეს რაც გავუკეთე პომიდორი, ნახეთ, დაჭრილი პომიდორებიც აქვს, ტომატ პასტაც აქვს და დაჭრილი პომიდორებიც აქვს და აი, მოკლედ ესეთი მარტივი სუპჩიკი, ძალიან გემრიელია. ნიჭიერ ხო იცით არ მიყვარს სუპები, მაგრამ რატომღაც მომენატრა აი ესეთი ჩემი გაკეთებული მარტივი სუპი.